მოგესალმებით. Quorum-ი გვაქვს. დღის წესრიგი წარმოდგენილი აქვს, თუ დავამტკიცოთ და შემდეგ განმარტებას გავაკეთებ. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში ერთი საკითხი, რომელიც მეორე მოსმენით გადის საგადასახადო კოდექსი და თანმდევი კანონპროექტი. ეს არის მეორე მოსმენით. ამავე დროს ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან წარმოადგინეს ალტერნატიული წინადადება. მინდა გითხრათ, რომ არის ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც პრინციპებს დონეზე ხდება და არის ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადება უკვე წარმოდგენილი კანონპროექტის კონკრეტულ პუნქტს ეხება. ამ პუნქტის ცვლილებას. წარიმართება შემდეგნაირად რეგლამენტის მიხედვით. ჩვენ მოусმენთ ბატონ ირაკლის ძირითად კანონს, რომელიც წარმოდგენილი იყო. თუ რაიმე შენიშვნებია გიტყვის, გავივლით. შემდეგ ოპოზიციას მოусმენთ, მივცემთ დროს, რომ წარმოადგინოს თავისი კანონპროექტი. კანონპროექტი არ არის წინადადება. ამის შემდეგ თუ მოხსენებელი დაეთანხმება, ეს ავტომატურად გადადის როგორც დამთავრებულ საკითხად, თუ არ დაეთანხმება მოხსენებელი, მაშინ კენჭს უყრით ჯერ ალტერნატიულ წინადადებას, შემდეგ ჩვენს მიერ წარმოდგენილ წინადადებას. და იგივე გავა მერე სესიაზეც. ეს არის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურა. ეხლა დავიწყოთ ბატონი ირაკლით მეორე მოსმენით. ესე იგი ჩვენ ვიხილავთ ეხლა მუხლობრივად. ბატონი ირაკლი, მუხლი პირველი, ნაწილი პირველი, ხوارაფერი ცვლილება გესალმებით კოლეგებო. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტებს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მზად ვართ მუხლობრივი განხილვის. მუხლი პირველი, ნაწილი პირველი, ეს არის საქართველოს საგადასახადო კოდექსი. ცვლილება ხო არ ყოფილა? ცვლილების გარეშე. ნაწილი მეორე, ცვლილების გარეშე. მუხლი მეორე, ცვლილების გარეშე. მუხლი მესამე, ცვლილების გარეშე. კი ბატონო, მეორე საკითხიც განვიხილოთ საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ. მუხლი პირველი, ცვლილების გარეშე. მუხლი მეორე, ცვლილების გარეშე. კარგით, ბატონო ირაკლი, გნებავთ თქვენ აქ გნებავთ გამოსვლა უბრალოდ თუ ადგილიდან, მაშინ თქვენ თუ არ შეწუხდებით, ბრძანდებოდეთ აქ რომ მე პასუხი გაცეთ, ეთანხმებით თუ არა. ეხლა წარმოადგინოთ ალტერნატიული წინადადება. ვინ წარმოადგენს ბატონო გი? კი ბატონო, გისმენთ ქალბატონო. რეგლამენტში სესიაზე კომიტეტზე არ არის განსაზღვრული, სესიაზე არის 5 წუთი და კი ბატონო 5 წუთი. კი ბატონო, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების ალტერნატიული წინადადება ითვალისწინებს ნულიდან 10 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას, ხოლო 4.5-იანი ტარიფის გავრცელებას მხოლოდ 10 წელზე უფროსი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე. ძალიან მარტივი ცვლილება არის, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრეთ, ჩვენი წინადადებით სასურველი იქნება, რომ მოქალაქეებს ესე ერთიანად არ შეეზღუდოთ, იმიტომ რომ საქართველოს სოციალური მდგომარეობა ვერ ითვალისწინებს შემოთავაზებული კანონპროექტით არსებულ შეზღუდვას, რაც საკმაოდ დაამძიმებს როგორც ავტოპარკის მდგომარეობას, ასევე საკმაოდ დაამძიმებს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას ავტომობილებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი წინადადება არის, რომ გავრცელდეს უკვე არსებული სააქციზო გადასახადი 10 წლის ვადით. და რატომ 10 წლის ვადით? როდესაც ჩვენ საუბრობთ გარემოს დაცვაზე და გარემოს მორთხილებაზე, ამას თავიდან ბოლომდე განსაზღვრავს ევრო 5 სტანდარტი, რომელიც განვითარდა და არის უკვე ევრო 6-ზე გადავიდა, ვთქვათ, განვითარებული სამყარო. შესაბამისად, თუ ვამბობთ, რომ გამონაბოლქვი არის ის, რაც გარემოს აზიანებს, გამონაბოლქვის ნაწილში ავტომობილები, რომლებიც აკმაყოფილებენ უკვე ევრო 6 სტანდარტსაც, შესაბამისად იგივე
იმდენაირად უსაფრთხოა გარემოსთვის, როგორც უსაფრთხოა მაგალითად 2025 წლის ავტომობილი. იმის თქმა სურს, რომ 2016-17 წელს გამოშვებული ავტომობილებიც არის ზუსტად იგივე გამონაბოლქვის შემცველი, როგორიც არის 2025 წელს გამოშვებული ავტომობილი. აქედან გამომდინარე 10 წელი გამომდინარეობს სწორედ ამ მიზეზით. გარდა ამისა, მიზეზი რატომაც არის საჭირო და აუცილებელი ამ ალტერნატიული წინადადების გათვალისწინება არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება შეიძინონ ავტომობილი იმ სექციაში, რომელსაც თქვენ გულისხმობთ და თქვენი კანონმდებლობით არის, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული, ეს ადამიანები ეცდებიან, რომ მათი მოძველებული ავტომობილები იმის ნაცვლად, რომ გაყიდონ და მცირე თანხის დამატებით შედარებით ახალი ავტომობილი იყიდონ, ისინი ეცდებიან, რომ მაქსიმალურად გაახანგრძლივონ ექსპლუატაციის ვადა. შეცვალონ სხვადასხვა ნაწილები, რაც კატალიზატორი შეინახონ და მისი გამოყენება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ტექდათვალიერების დღეს, რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს გარემოს, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ თვალით აღსაქმელი ქუჩაში არ არის, როდესაც კატალიზატორი ავტომობილს არ უყენია. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება გარემოსთვის. რაც შეეხება ელექტროავტომობილის წახალისებას, მე მესმის და ძალიან კარგია, თუმცა გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ თბილისის ნაწილი, აქ გასათვალისწინებელია ასევე რეგიონების ნაწილიც. მოგეხსენებათ რეგიონებში არის დღემდე გვაქვს სოფლები, დასახლებები, სადაც ელექტროენერგია მუდმივად არც მიეწოდება მოსახლეობას. შესაბამისად, ამ ადამიანებზეც საჭირო არის, რომ ნაფიქრი გქონდეს, რომ ელექტრომობილის ყიდვის საშუალებას თუ გაწვდა ადამიანი, რაც ფიქრობ ესე არ არის, იმიტომ რომ ისეთი ელექტრომობილი, რომელიც შესაძლოა 2 წელზე მეტად ხანგრძლივი დროით მოიხმაროს ადამიანმა, ესეთი ავტომობილი ჯდება $8,000-დან ზევით, ხოლო ნორმალური ელექტრომობილი, რომლის ელემენტების ექსპლუატაციის ვადაც 3 წელზე მეტია, ესეთი ავტომობილები ჯდება 15-დან 17,000-მდე. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ, რომ 192 მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მეოთხე გრაფა ჩამოყალიბდეს და განისაზღვროს, რომ 10 წლის ავტომობილები, 0-დან 10 წლამდე ავტომობილები არსებულ რედაქციაში, როგორც არის განსაზღვრული სააქციზო გადასახადი, დარჩეს ამ ფორმით. ხოლო 10 წელზე ზევით იყოს თქვენს მიერ შემოთავაზებული 4.5-იანი ტარიფი, რაც ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ შეემზადონ და კონდეთ წვდომა შედარებით უფრო მათთვის ხელმისაწვდომ ავტომობილებს. მადლობა. მადლობთ ქალბატონო ვიკა. მე მგონი ყველაფერი გასაგები არის და ეხლა პროცედურულად თუ რამეს თქმა გსურთ, თუ არა დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ეთანხმებით თუ არა და დავაგნებ კენჭის ხრაზე. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში მე-6 შემთხვევაა დღეს, როცა ამ საკითხს ვიხილავთ. ჩვენ ნახეთ განსხვავებული პოზიციებიც, ნახეთ განსხვავებული მიდგომებიც, შემოთავაზებული სხვადასხვა ვარიანტები, თუმცა ერთის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ცალსახად ვებრძვით იმ პრაქტიკას, რაც დღეს არის, იმ მოცემულობას, რაც არის დღეს. ჩვენ სერიოზულ პრობლემად მიგვაჩნია ის, რომ დაბალი ტარიფებიდან გამომდინარე, გუშინ მე სტატისტიკაც მოვიყვანე სხდომაზე, თუ როგორი არის დინამიკა ბოლო წლებში მოძველებული ავტომობილების იმპორტის საქართველოში, შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პრაქტიკა შევცვალოთ. და გონია, რომ როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ისე საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, რაც საკმაოდ ძვირი უჯდება შემდგომში სახელმწიფოს, ალბათ ყველა დამეთანხმებით, ეს მარტო ხელმისაწვდომობაზე და გაზრდილ ფასებზე ხო არ არის აქ საუბარი, აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჩვენ მოვისმინეთ ისიც, რომ 2017-ში გამოსული ავტომობილები იგივე სტანდარტებს აკმაყოფილებენ, თუმცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ტექდათვალიერების კუთხით, ეს ჩემმა კოლეგამ ბატონმა არჩილმა ხდომაზეც გააჟღერა, რომ არსებობს პრობლემები, სავარაუდოდ ჩვენ მოგვიწევს ამ მიმართულებითაც სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და მოუწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ იგივე შეიძლება ეხლა ცუდი მოლოდინები გააჩნდეთ ჩვენს კოლეგებს, მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე, რომ რაღაცა მანიპულაციური ჩარევებით
ხელოვნურად მოხდება განხანგრძლივება ექსპლუატაციის ვადების. თუ ჩვენ აქაც მყარად დავდგებით და ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადავდგავთ და გავამკაცრებთ ზედამხედველობას, ეს ყველაფერი თავისთავად იქნება გამორიცხული. საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა რომ სტიმულირება მოვახდინოთ ელექტრო ავტომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის საქართველოში. შესაბამისად, გვესმის რომ თქვენ ოპოზიცია ხართ, ჩვენ პოზიცია ვართ, განსხვავებული მიდგომა გაქვთ, ჩვენ თქვენს პოზიციას ამ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ. ჩვენ გადავდივართ კენჭისყრაზე. რა მიგნებოდათ? გადავდივართ კენჭისყრაზე, პირველი ეყრება ალტერნატიულ პროექტს კენჭი წინადადებას, ალტერნატიული კანონპროექტს საგადასახადო კოდექსის შესახებ, ალტერნატიული წინადადებით. ვინ არის მომხრე რომ ხარი დაუჭიროთ? 1 კი ბატონო, თქვენ კომიტეტის წევრი არ ბრძანდებით. 1 ვინ და ეხლა უყრეთ კენჭს უკვე წარმოდგენის პირველი მოსმენით გასულ კანონპროექტს, ვინ არის მომხრე რომ ხარი დაუჭიროთ საგადასახადო კოდექსის პირველ ვარიანტს? კი ბატონო. ბეჟან თქვენ რა შვებით? კი ბატონო. მე კარგი და მეორე კანონპროექტი ასევე კენჭისყრაზე დავაყენოთ. საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონპროექტი. ვინ არის მომხრე? ბოდიში. არ გაგვიულია მუხლობრივად. თუ გავიარეთ. გავიარეთ, ხო მუხლიბენს. ორი მუხლი იყო სულ და ეს. კი ბატონო, ვაყენებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი. კი ბატონო, ერთი წინააღმდეგი. გასაგებია. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის, მონაწილეობისათვის. კომიტეტის ხმა დასრულებულა. დღეს კიდევ გვექნება შესვენებაზე ერთი მოსმენით, მესამე მოსმენით.